ძალიან იშვიათად მეგობრებო, მაგრამ ხდებიან ადამიანები, კოლეგებო, რომლებიც ხმის გაგონებას და უბრალოდ ხილვაც რაღაც ბედნიერ ხასიათზე გაყენებს. და უცებ ღიმილი გაქვს. აი, უცებ ღიმილი და არიან ესეთი ადამიანები და მათ შორის არის ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ქალბატონი ეთერ კაკულია, რომელიც მიუხედავად რაღაც მძიმე პერიოდისა მის ცხოვრებაში, მაინც ოპტიმიზმით სავსეა და გიყვარდეთ ერთმანეთ ქართველებო ამბობს. აი ესეთი ქალბატონი მინდა მოვიწიოთ ჩვენთან სტუდიაში, მომღერალი, ხელოვანი ქალბატონი ეთერ კაკულია. გამოვიდე. ეს დადის ეს აი. აი ქალბატონო ეთერ თუ შეიძლება მე გამოვყევით, არ გვინდა აქ არაფერი. მანე როგორ მიყვარხარ, გინდები. Era colo, așa facă. Gizdebi. როგორ მოგვინატრეთ, ქალბატონო. ესე იგი, რას მიშვება იცი და აი სიცოცხლის ტონუს მიმატებს რა. ერთ წინადადებას რო იტყვის, ხო? და-და-და-და და всё. უკვე კარგია რა. მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხართ ამ ხელო პაუზის ხო, ისი და ლამაზად გამოიყურები ძალიან. მინდა რა დამე არ მინდა სხვა ნეტარება. ოი, აქე დავგზავნე. სადა? აქე დავგზავნე. მე აქეთ მომწონს. არა, სადაც გნებავ? აქეთ მომძანდი, სადაც გნებავ? დუტა საყურეს უნდა უყურო რა. სადაც გნებავთ, იქ და ჯარი. როგორ ძანდებით ქალბატონო ეთერ? ინგა ჩემო საყვარელო იცით რა ისე მიხარია თქვენი დანახვა იცით აი ეს ერთად რო შედგათ ერთად რო შალვა ჩამოუშვი ხელი აი ესე ვერ ვიტან შალვაროს ის თურმე ღიფს მალავს არემალება გასუსვალ ხას პირიქით იცი რა გიხდება ბაბოჩკით რო იყავი როდის იყავი აი ხა ვარ ხომე სხვა გაცემ აი გიხდება ფრაკი გაცვია ხო მაგრა გიხდება რა ხო ნუ როგორ ხატურა ეთერ? დიდი პაუზა გამოგივიდათ ისე რაც ეთერში არ ყოფილხართ და ეხა ვარ დარწმუნებული რომ ვინც გხედავთ ყველა არის ბედნიერი რომ იცი რა შეასაქმე ცოტა პაუზა უნდა გააკეთო რა მოანათო ახსტავი ხო ახლა ეს არ შეიძლება ახლა მე რო არტისტული ვიყავი პაუზა. მთელი საბჭოთა პერიოდი 50 წელი სცენაზე და ყოველდღარ შეიძლება ეკრანზე ყველას მუდმივად რო უხარია თქვენი დანახვა? იცი რა კარგი აურა მაქვს რა გადასარევი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი სათქმელია, გიყვარდეთ ერთმანეთიო, რატო არ გიყვარს? ისი რა გიყვარდეთ კი არა აი სხვა სიტყვა უნდა თქვა რა იცით აი რაღაცა სუპერი კიდე რა არის გიყვარდეს შემდეგ ჩემთვის გიყვარდეს ყველაზე მაგარი სიტყვა აი რაღაც სიყვარული სიკეთე ნეტარება ნეტარება და ერთმანეთის პატივისცემა რა რატო გადაწყვეტეთ ამ მიმართვის გაკეთება ქალბატონო ეთერ? იცი რატო გადაწყვეტეთ მე ხლა წინა რუბრიკას უყურებდი დიახ რუბრიკა ქვია? კი, ბლოკი, ხო, ნუ რა. ბლოკი, ჩემი სახლი ბლოკით არის აშენებული. და აი არ შემილია რა ეს აგრესიას ვერ ვიტან, რა ვქნა, დუტა რა ვქნა. ყველა მიყვარს, გიჟდები, ნუ ადამიანზე. ერთი ქართველი მიყვარს. აი მე ქართველი მიყვარს. აი ქართველებს როგორ მოფერება უნდა ესე? და მე რა მინდა ეს თქვა, ჩემოს აი მე მინდა რომ ჩვენი მთავრობა მოეფეროს ქართველ ერს რა. აი თითოეულ ადამიანს მოეფეროს რა ეს რა ბედნიერება იქნება იცი და აი მე მინდა ჩავიდეთ რა სოფლებში რა აი არაჩვეულებრივ ხალხთან და მოდი რა ვიმღეროთ ხო თან ახლა ხარ ჩავატაროთ რა კონცერტები რა და მთავრობაც წავიყვანოთ ჩვენთან ერთად რომ მოეფეროს იმ სოფლის ხალხს რომელსაც ჭირდება რა მოფერება რა ინგა კი რა თქმა უნდა ჩვენს ჭირდება მოფერება ყველას ერთად მთავრობა ნუ მოგვეფერება მაგრამ ერთმანეთს რო ადამიანები უნდა ვეფერებოდეთ და არა მთავრობა უნდა მოგვეფეროს იმიტომ რომ ჩვენი არჩეულია ხომ რა თქმა და თუ არ მოგვეფერება აღარ ავირჩევ და ეგა ავტომატ არა აღადგინო ასაზეს დაობენ კი შესაძლებელია ესე რომ ყოველთვის იგრძნობა მძაფრად ეს აგრესია საქართველოს იგრძნობა რა აი რაში ხედავთ თქვენ რატო გაწუხებთ ეს იცით რა იმიტომ რომ მინდა რომ არ იყოს რა ერთმანეთი რაღაცა ღიმილით, რაღაცა სიკეთით, რაღაცა სიყვარულით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არ მინდა რა ეს აგრესია რა. შენ ესე, შენ ისე რაღაცა სულ ხასიათზე დგები მე. რა ქმნის ამ აგრესიას? რა ქმნის იმ ფონს, როდესაც ადამიანებს უფრო უნდათ რომ აკრიტიკონ, ლანძღონ ერთმანეთი, ვიდრე დაუშვათ რაღაც უყვარდეთ ერთმანეთს. მე რას ფიქრობ, იცი, რაღაც ყველა ფიქრობს აი სადიშოვოს ფინანსი.
გაჭირვების გამო, სოციალური მდგომარეობის გამო. და ესე რა ციცერონი ამბობდა რომ ყველა საქმე იწყება ფულითო. ცუდად დაამთავრა. აი ამიტომ არ ხო ცუდა დაამთავრა. ციცერონი მოკლეს კი. აი ეგ არის რა, იცი და ბოდი რა, ნოვიფიქრებთ ამ ფულზე რა. რო გჭირდება? თუ ცოტა რა. მაგრამ არ გინდას მილიონებზე ფიქრი ახლა რა მოხდა კაცო. არ გვაქვს ჩვენ და კიდევ. მაგრამ ისიც ხო იცით, რატომ ძროხთა? აბარა. ფინანსი პაიუტ რამანსი. ბავშვებო მეთახმებით. ო რა. ჯანმრთელობით კარგად ხართ. საშუალოდ მე მგონი რა. კარგად ხართ, იმიტომ რომ ამდენი ხნის პაუზის შემდეგ პირდაპირ ეთერში სტუდიაში მოხვედით, აი ესე. ინგა, ჩემო საყვარელო გოგონი რა. ხაბატონო ეთერ. ბატონო. ადამიანები, ვისაც მოენატრა თქვენი დანახვა, პირდაპირ ეთერში, ვისაც მოენატრა თქვენი ღიმილი, თქვენი ხმა, გასეთხოვდით ახლა ამ ადამიანებს. გიჟდები მაგაცზე, ნუ. იცი როგორ ვიყავ. ო, მეკეთება ქართველებს რა ხნა. ნახეთ როგორი თემაა. პირდაპირ ეთერს აქ რა ლამაზი ფეხები გაქვს. ტაში აქ ტაში უნდა. აქ ყურვალეტაში. ტაში აპლოდისმენტები შეძახილებით. ხალბატონო ეთერ, ესე იგი, ხალბატონო ეთერი, რა თემაა? პირდაპირ ეთერს აქვს თავის პატარ-პატარა პრობლემები. მოკეთ ის სიმღერის მინუსი, რომელზეც უნდა გვემღერა, კომპიუტერმა როგორც სიტყვიან, თქვა, ხო. ხო და პირდაპირ ეთერში რამე მოვიფიქროთ, რამე ვიმღერე. აკაპელა ხოთ ერთი სტროფი რა. და ბოლომდე ზოგადად. ერთი სტროფი. უკვე. რა ვიცი არა. არა, მე კიდე განვაგრძოთ საუბარი, მაგრამ ხონტო მე ხო ლაპარაკი მიყვარს. აპარაკი სიმღერას მოგიყვარს. რამე არ მინდა. დამი არ მინდა, არა, მე რა მინდა, ესე რომ შევიყვაროთ ერთმანეთი ქართველებმა და ერთ სტროფს ვიმღერებ. კი ბატონო. ჩემი სიმღერიდან. ხო, აკაპელას ღერის ხალბატონი ეთერ კაკულეს მენა იყოს გაგონება. პირდაპირ ცოცხალი შესრულება. არა. იმედის კვირაში. ისე როგორც არასოდეს ახლა უფრო გწადია ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან ერთიანი საქართველო ჩვენი სალოცავია. ბრავო! არა, ნოტებს იღებთ ნოტებს. და მაგარია. არა, საერთოდ. და მაგარია. ერთი ძალიან მაგარი. კაკულიასთან მაქვს კიდევ ერთი კითხვა. აი, თქვენ წეგან მეკითხებოდა რეკლამის დროს რომ როგორ ხარო და მე ვთხარი რომ ცოტა რა ვიცი, აბა ცოტა მე მგონი დავიღალეთ ხო და რა საკში იღლება ისეთი აქტიური ქალი, როგორიც იყავით თქვენ მთელი ცხოვრება. რა საკში იღლება? მე ჯერ არა ვარ დაღლილი. არ იღლება. არა, მე და ეთერის იმიტომ ვიყავს ერთმანეთი რომ უგებთ, მეც ესე ვიქნები ყოველთვის. ყოველ შემთხვევაში მინდა რაღაც გავქაჩო 100 წლამდე და რა ვიცი, ნუ ეხლა. აბარა. მოდი. მოდი ჩემთან ერთად ხო იქნებით 100 წლამდე ყველანი. აბარა. ძალიან დიდი მადლობა ტელემაყურებელს, ვინც გაატარა ეს საღამო იმედის კვირასთან ერთად. მძიმე იყო ეს კვირა და სწორედ ამ სიმძიმის გამო, სწორედ გვინდა რომ ძალიან პოზიტიური და თბილი დასასრული გქონდეს. არის სიმღერა. ანუ სიმღერა ეთერ კაკულიასი იქნება დღეს გემშვიდობებით მომავალ კვირამდე. ჩამოჯდე. ჩამოჯექი. აქ დაეტევა ჩუტანა ნაწილი. შეიძლება ვერ ჯდები თუ რა უნდა ესე. აი, ესე შემოსკუპტი და იგან. კარგად. ცოტა მომატრია. ჩემი ქვეყნის ყოველმდგავეს ვლოცა ყველა კუთხის მოფერებას ვითხოვ რა უმღერო
საქართველოს როცა საქართველოს სიმღერა თვითონ ისე როგორც არასოდეს ახლა უკვლავ წავიდა ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან ერთიანი ეს ცხოვრება იმერელი კაცის ეზოკარით იწყებოდა მუდამ მთელ სამყაროს მოსბედია ის რაც აკაკის და გალაქტიოს უთლას ისე როგორც არასოდეს ახლა უკვლავ წავიდა ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან ერთიანი საქართველო მარგალიტო შევო შენიგენი გასწორია გელაც ისე როგორც არასოდეს ახლა უკვლავ წავიდა ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან ერთიანი ჩვენი სამოცავია ისე როგორც არასოდეს ახლა უკვლავ წავიდა ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან ერთიანი ჩვენი ეთერ კაკულია ასეთი იყო დღევანდელი იმედის ხვირა დიდი